მოდით ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი წელი. სამ სხვადასხვა ტაროზე სიყვარული ვნახოთ კარიერა, ვნახოთ ფინანსები, მაგრამ მანამდე დღე დავიწყოთ ჩვენი აფირმაციების დასტით ფინანსურ წარმატებაზე. წარმატების გასაღები ქვია ამ დასტას და აფირმაცია დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო მოდის მსუბუქად და მარტივად. ეს სწორედ ის აფირმაცია, რაც ყველაზე ძალიან გვჭირდება, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო მოდიოდეს მსუბუქად და მარტივად. შეგიძლიათ დასკრინოთ, გადავუყოთ სურათი და დააყენოთ თქვენს ტელეფონის ეკრანზე გარკვეული დროის მანძილზე, რომ ხშირად, როცა დახედავთ, გაიხსენოთ ეს აფირმაცია. ეს მოწოდება თქვენი გონებისთვის. კითხულობენ ხანდახან, როგორ შეიძლება რომ დამეხმაროს აფირმაცია, რანაირად მეხმარება აფირმაცია, როგორ გეხმარებათ მეგობრებო და თქვენი გონების და აზრების გადაწყობა მიდის იმ პოზიტიურ აფირმაციაზე, რომელსაც კითხულობთ. ესეთი ტექნიკები გეხმარებათ, რომ თქვენი გონება მომართოთ მიზანზე. ყველას გვაქვს ჩვენი მიზნები და მიზნებს, როდესაც ვსახავთ, თუ ის არ ჩავიწერეთ და თუ ის არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ხანდახან ასეთიც კი გვავიწყდება ყოფიერებაში, ყოველდღიურობაში შეიძლება დაგვავიწყდეს ჩვენი მიზანი, ანუ ისეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს დღის მანძილზე უმნიშვნელო, რომელმაც შეიძლება ჩვენი ყურადღება გადაიტანოს მთავარი მიზნებიდან რაღაცა პატარა ყოველდღიურ ემოციებზე და აი ამ მომენტში, როდესაც თქვენ დახედავთ ამ აფირმაციას, გონება ისევ უბრუნდება, თქვენ გახსენდებათ ის მიზანი, რომლის გამოც აირჩიეთ ეს აფირმაცია და მოინიშნეთ და გონება უბრუნდება ისევ იმ მიზანს და იწყებს მასზე ფიქრს და ისევ იწყებს გზების ძიებას, როგორ განახორციელოს ეს მიზანი, იგივე სურვილი თქვენთვის, როგორ მოძებნოს გზები, მოიზიდოს საჭირო ადამიანების სიტუაციები და ასე შემდეგ. ამასობაში თქვენი სიყვარულის ამბავში რაღაცა მოიჩქარის. ამოცვიდა ეს არკანები და მოდით ვნახოთ რა არკანებია აქ. რაღაცა სიტუაციაში თქვენ ფიქრობთ, რომ არ ყოფნით თქვენი შინაგანი ძალა იმისთვის, რომ იყოთ გახარებული. რაღაცა ეჭვებით შეიძლება გღრმიდეთ, ასე არის საჭირო თუ არა, სწორად ვიქცევი თუ არა, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ ახლა გარკვეულწილად, წაგართმევთ თქვენს ძალას, დამოუკიდებლობას და ცოტა შეგბოჭავთ, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან გინდათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგათ. შეიძლება აქ საუბარი არის რა თქმა უნდა სიყვარულზეა აქ საუბარი, მაგრამ შესაძლოა თქვენ აპირებთ, რომ შექმნათ ოჯახი და ცოტა არ იყოს, მაინც გაქვთ ეს ეჭვები, რომ აი გავაკეთო ეს, გადავდგა ეს ნაბიჯი თუ არა, ანუ ფიქრობთ და უკავშიროთ თქვენი ცხოვრება ადამიანს დიდი პერიოდით. შეიძლება პირდაპირ თქვათ გათხოვება არ იყოს ეს, მაგრამ შეიძლება იყოს ერთად საცხოვრებლად გადასვლა, ანუ ერთობლივი ცხოვრების დაწყება, რაღაცა ასეთი და აქ ცოტა არ იყოს და თქვენი ეჭვები გღრღნით, საჭიროა თუ არა ასე მოვიქცე და მივიღებ თუ არა კარგ შედეგს. შეგეშინდებათ, გადადგით ეს ნაბიჯი, თქვენ საკმაოდ ძლიერი ხართ, არ იქნებით აქ შებოჭრე, აქ პირიქით მოახდენთ თქვენს გამოვლენას, სიყვარულს გასცემთ, გახარებული იქნებით, ძალიან კარგი ლხინის მომენტიც გელოდებათ და მთავარი არის მართოთ სიტუაცია. შეგეშინდებათ, რომ დაინახოთ რაღაცა, თქვათ, უარყოფითი მხარეები თქვენს პარტნიორში, იმიტომ რომ ეს უარყოფითი მხარეები მისი პიროვნული თვისებებია. ეხლა არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი თქვენთვის მიუღებელი, მაგრამ შეეცადეთ, რომ გაუგოთ თქვენს პარტნიორს და გაიგოთ, თქვათ, მიზეზები, რის გამო იქცევა, თქვათ, ესე, როცა იქნება ეს. ეხლა ჯერ არაფერი მსგავსი
ეხლა უბრალოდ გაქვთ შინაგანი შიში, არ ხართ დარწმუნებული, რომ უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი, მაგრამ მაინც გადადგათ ამას და ამიტომ რაც არის გარდაუვალი იმაზე არ ახამს ჭმუნვა მეგობრებო, ასე რომ იქნებით შეშინებული პირდაპირ სიხარულით შედით ამ თქვენს სიტუაციაში, რომელიც წინ გელოდებათ. ეს ერთ-ერთი მომენტი. მეორე აქ შეიძლება სხვა ვერსია იყოს, რადგან საჯარო გაშლა. აქ არის მომენტი, რომ ფიქრობთ, როგორი იქნება ჩემი მომდევნო წელი სიყვარულის ასპექტში, ხო? როგორი იქნება, იმიტომ რომ ეხლა შეიძლება რაღაცეები მთლად ისე არ არის, შეიძლება პარტნიორს ელოდებით, ფიქრობთ, რატო არ ჩანს, მაგრამ ამ შემთხვევაში დააკვირდით, შესაძლოა ის რომ გამოჩნდეს, თქვენ უნდა გადალახოთ თქვენში რაღაცა გარკვეული მომენტები, ანუ როგორი სიტუაციაა, იცით? თქვენ თვითონვე რო აბრკოლებთ საკუთარ თავს იმაში, რომ მოვიდეს პარტნიორი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ და როცა ამას გადალახავთ, მაშინ გამოჩნდება კიდევაც ადამიანი, რომელთანაც როგორც აღვნიშნე, შეიძლება იყოს ასევე ოჯახის შექმნაც, რაღაცა სიხარულიც და გარკვეული კარგი ამბებიც. ან თქვენი სიყვარულის გაცემის საშუალება მოგეცემათ. ყველა ვარიანტში იქნება ეს მომდევნო წელს, ვისთვისაც ეს არის მნიშვნელოვანი და ვინც ელოდება პარტნიორს, აი ნახოთ დავამატოთ არკანები და ნახოთ გაგრძელება ამ სიტუაციის, იმიტომ რომ თქვენ გსურთ, რომ იყოს ეს ამბავი მომავალ წელს მოხდეს ეს და მოვიდეს თქვენთან სასურველი პარტნიორი. ანუ ამისი წინაპირობა უკვე არსებობს და ნახოთ ვინ გამოჩნდება. თქვენთან რაღაცა პერიოდს დაასრულებთ, ნახეთ და გადაეშვებით სიტუაციაში, რომ აზერზე არ ხართ, რასაც საით წაგიყვანს, ანუ სიყვარულმა ეს იცის. დიდი ემოციები გელოდებათ 2026 წელს, დიდი ემოციები გელოდებათ, იქნება აქ სიყვარული, იქნება აქ გამართლება, ანუ თქვენ შესაძლოა შექმნათ კიდევაც ოჯახი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ემოციების მომენტი მოდის, რაღაცა სიახლეში მიდიხართ და გვაჩვენე ვინ არის, აი კონკურენცია. გვაქვს იმის პოტენციალი, თქვენ გაქვთ იმის პოტენციალი, რომ დაძლიოთ რაღაცა სიტუაციები, გაუწიოთ საკუთარ თავს წინააღმდეგობა და გადალახოთ თქვენში რაღაცა ესე აეწყო, რომ არის თქვენში რაღაცა ჭიდილი საკუთარ თავთან, თითქოს გაქვთ ეს მომენტი, რომ გეშინიათ ურთიერთობაში შესვლა, შინაგანად, ქვეცნობიერად, გაქვთ ამის შიში და ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ამას მოახერხებთ, გაუშვებთ ამას თქვენგან და სწორედ აი ამ ემოციების, ამ შინაგანი ბლოკის გაშვება მიგიყვანთ მეგობრებო იქამდე, რომ იქნება თქვენს ცხოვრებაში ბედნიერი სიყვარული, პარტნიორი, ეს არის მომავალ წელს. ეს იქნება მომავალ წელს. აი კონკრეტულად ეს მომენტი გამოვიდა ეხლა ვიღაცისთვის და მოდი ეხლა ვისაც არ ყავს პარტნიორი, რაღაც ესე წამოიღო და ვინც ელოდება, რომ მომავალ წელს იქნება მის ცხოვრებაში სასიყვარულო ამბავი, ნამდვილად ელოდეთ, რომ გამოჩნდება თქვენთან სასურველი პარტნიორი და მოდით ნახოთ აბა მათ, ვისაც გაქვთ ურთიერთობა, ვინც ხართ ურთიერთობაში და გაქვთ დროებით პაუზა, თქვენს საყვარელ ადამიანთან საუბარია, რომ არის სიყვარული და გაქვთ რაღაცა დროებითი პაუზა, როგორ განვითარდება მომავალ წელს ეს ურთიერთობა. იგივე არკანი ამოვიდა, ძალიან მიყვარს ეს არკანი. ეს არის ჩვენი გამოვლინება საზოგადოებაში, სიყვარულში, ურთიერთობაში. თითქოს აი ის, რაც მოამზადეთ, გამოზარდეთ თქვენში შინაგანად, შედეგს მოიტანს, ან ურთიერთობაში, ალბათ უფრო ურთიერთობაში. შეიძლება ეხლა იყოს დროებით პაუზა რაღაცა თქვენ ურთიერთობაში, მაგრამ რეალურად თქვენ ამზადებთ აქ ნიადაგს რაღაცისთვის და მოხდება თქვენი აქ გამოვლინება და აი ესეც თქვენი
მეფე ლომი შვენიერი თქვენი პარტნიორი, ის აუცილებლად გამოჩნდება. ის არის თქვენი მანათობელი, სტრატეგი. კი, აქაც მოდის რაღაცა ესეთი მომენტი, ერთობლივი ცხოვრება, საერთო ინტერესები, რაღაცა გაერთიანება და გამთლიანება მოხდება. მოკლედ მომავალ წელს იქნება თქვენი შეერთება. ეხლა მზადდება ეს ნიადაგი, გაგრძელდება კიდევაც მომზადება სიტუაციის და აი აქ აუცილებლად თუ კი თქვენ შორის არის დროებითი პაუზა, ოღონდ დააკვირდით, ბევრი მაგალითად წერს კომენტარებში, საერთოდ გაქრა, დამბლოკა ყველგან, აღარ ჩანს, არ უნდა ჩემთან ურთიერთობა. სადაც არის სიყვარული, მეგობრებო, იქ ესეთი დროებითი დაბლოკოები, ანუ თუ იმას უყვარხართ, ის აუცილებლად დაბრუნდება. არაფერს არ ნიშნავს. შეიძლება გაბრაზდა, იჩხუბეთ, ნაწყენია, ესეთი რამეები ურთიერთობაში ხშირად ხდება და გონია, რომ აი იქ დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ სადაც არის სიყვარული, სადაც არის ნება, თქვათ, მისწრაფება, სადაც რაღაცას ცდილობენ ურთიერთობები დაალაგონ და აქ ეს ჩანს, რომ იქნება ურთიერთობის დალაგება და დაბრუნდება თქვენი პარტნიორი, ის არც არის წასული, შეიძლება აქ ითქვას, გახარებული იქნებით და იქნება რაღაცა საერთო ამბავზე საუბარი, ოჯახის შექმნაზე საუბარი, ერთად ცხოვრებაზე საუბარი. აი ეს ჩანს, რომ იქნება მომავალ წელს აუცილებლად. აღარაფერი არ დარჩა თითქმის წლის შემოსვლამდე, სულ რამოდენიმე დღე. ნახეთ. მოდის ეს მოიჩქარის ეს ამბავი თქვენთან, სწრაფად მოხდება ეს გამოვლინება. ინფორმაციაც მოდის, ანუ კონტაქტი იქნება, კონტაქტი მალე შედგება თქვენი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია რაღაცა იგეგმება უკვე და თუ ამ წუთას არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში აი მოიჩქარის, გზებს ეძებს ეს თქვენი პარტნიორი, როგორ მოვიდეს თქვენამდე და რა თქმა უნდა თქვენც მას დახვდებით გახარებული და გულღია მოხდება თქვენი შეერთება და როგორც აღნიშნე, მომავალი წელი იქნება რაღაცა ახალის დასაწყისი თქვენს ურთიერთობაში და კიდე ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩვენ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ემოციები ჩვენი მართოთ, რაც არ ნიშნავს, რომ თავი უნდა დაუხარო ვიღაცას და შენი ინდივიდუალიზმი უკან გაწიო და შენი მიზნები და პიროვნული ამბები, ანუ განვითარება იქნება ეს თუ რა გაწიო და მთლიანად პარტნიორს დაუთმო ყველაფერი და პირდაპირ ესე მოხდეს, არა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ იმ ადამიანის მისწრაფებებიც, ვინც არის თქვენთან ერთად. ეს ძალიან დაგეხმარებათ, რომ კონფლიქტები მოგვარდეს თქვენ შორის და ასეც იქნება. შეიძლება კიდე იმასაც მეუბნებიან, რომ ყოველთვის დადებით ამბებზე აკეთებ გაშლებს და სულ რაღაცა კარგი ამბები გაქვს გაშლებშიო და კი, დიახ, ასეა, ნამდვილად დადებითზე ვაკეთებ კონცენტრაციას და ვცდილობ, რომ ენერგია მივმართო დადებითისკენ და თქვენსკენაც გამოუშვათ დადებითი ემოციები, იმიტომ რომ რაზეც ვფიქრობთ, როგორც ვფიქრობთ, ისე ხდება. შეეცადეთ, რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში იყოთ, თუნდაც ფინანსურად და თუნდაც სასიყვარულო ამბავში, ფიქრობთ იმაზე, რომ ეს გაივლის და მოვა ბევრად უკეთესი, დარწმუნებული იყავით საკუთარ თავში და ასე იცხოვრეთ. მოდი ახლა ვნახოთ, ეს იყო თუ არ ვცდები კარიერა და შემდეგი დასტით გავაკეთოთ ფინანსურ შემოსავლებზე. მოდი ვნახოთ, რა გველოდება 2026 წელს კარიერულ ამბავში. იქნება თუ არა აქ რაიმე ცვლილებები ჩვენთვის სასიკეთოდ. ცვლილებები აუცილებლად იქნება თქვენ მოგიწევთ გარკვეული არჩევანის გაკეთება, საით წავიდე, ავიღო ჩემს ხელში სადავეები, გადავიდე, ანუ რაღაცა შემოთავაზება გექნებათ აუცილებლად სამსახურებრივ ასპექტში, რაც დაგაყენებთ არჩევანის წინაშე და დაფიქრდებით, მიღირსმე აქ ყოფნა, აქ გაჩერება. ეს არის ჩემი განვითარების გზა, თუ მე ჩემი რაღაცა ბიზნესი უნდა გავხსნა და განვითარდე,
ცალკე მოგიწევთ აქ არჩევანის გაკეთება, იქნება ნამდვილად იქნება სიტუაცია და რა მოიტანს ამ სიტუაციას იცით, არა მხოლოდ ის, რომ თქვენ რაღაცას შემოგთავაზებენ თქვენ სადაც მუშაობთ, შეიძლება იქ რაღაცა ზედმეტი დატვირთვაც იყოს რაღაცა თქვენთვის გითხრან, რომ აი ეხლა ესეც აიღე, მოდი შენ თავზე და ცოტა კი იქნება აქ გაგიზდით ცოტა რაღაცა შემოსავალს, მაგრამ ეს ისეთი არ იქნება, რაც თქვენ დაგაკმაყოფილოთ, ამიტომ თქვენ დაფიქრდებით, მე აქ დავრჩე თუ წავიდე, თუ ჩემი ცალკე კარიერა ავაწყო და აი გამომივა თუ არა რამე ამაში. შესაძლებელია, რომ თქვენ ნამდვილად გააკეთოთ არჩევანი თქვენი პირადი ბიზნესის სასარგებლოდ და იყოს აქ კარგი შემოსავალი, თუმცა მოგიწევთ ბევრი შრომა იმისთვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას, ბევრი შრომა მოგიწევთ ნამდვილად. მეორე ვარიანტი ვისთვის შეიძლება ეხლა ეს იყოს, ვიღაცა ფიქრობს, რომ უკვე ფიქრობს იმაზე, რომ გააკეთოს თავისი საქმე, რაღაცა გაქვთ კიდევაც წინაპირობა ამისი, ანუ ეს არ არის ეხლა, რომ ჰაერზე მოგივიდათ ეს ამბავი თავში, რომ უცებ ეხლა მე რაღაცა მომინდა და გავაკეთო, არა თქვენ გაქვთ უკვე პოტენციალი ამისი, რაღაცა გზა გაქვთ გავლილი, მოგროვილი გაქვთ გამოცდილება, ბევრი გაქვთ უკვე გაკეთებული იმისთვის, რომ უკვე დაიწყოთ თქვენი ბიზნესი და დაიწყებთ კიდევაც ამას მომავალ წელს, დაიწყებთ და იქნება შემოსავალი, თუმცა ბევრი ენერგიის ჩადება მოგიწევთ ამაში. გარკვეული სიტუაციები, ანუ მოქმედება არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენი აი ბიზნესის განვითარება მოხდეს, რაზეც ფიქრობთ, ხო? აი თავარია კიდე თუ ჭოჭყანობთ და ვერ გადაგიდგავთ ნაბიჯი, გადადგათ და მოდი ვნახოთ, აბა თუ გადადგავთ ამ ნაბიჯს, რა შედეგს მიიღებთ? არ არის კარტი, ვნახოთ რა შედეგს მიიღებთ. აი ზუსტად არის ახლად გამომცხვარი ბიზნესმენის სახე ამოვიდა, რომელსაც სხვათა შორის ექნება საკმაოდ კარგი დახმარება. შეიძლება ეს იყოს თქვენი შინაგანი სიძლიერე მობილიზება, საბუთების მოგვარებაც არის აქ სხვათა შორის აუცილებლად მნიშვნელოვანი არის თქვენთვის, თქვენი ბიზნესისთვის, რომ იყოს იურიდიული საკითხები სწორად მოგვარებული, დაუფიქრდით, ვის ირჩევთ პარტნიორი, შეიძლება იყოს ეს ადამიანი, ვის ირჩევთ პარტნიორად, არჩიეთ ისეთი პარტნიორი, რომელიც იქნება ძლიერიც, მოტივირებულიც თქვენსავით, ანუ თქვენ უნდა შეძლოთ, რომ ეს პარტნიორი გახადოთ მოტივირებული და უნდა იყოს ჭკვიანი. აქ კიდევ მომენტი ჩანს, კარგად დაფიქრდით, კარგად გადაწყვიტეთ რაღაცა სიტუაცია თქვენთვის, ანუ თქვენი ბიზნესისთვის რა არის მომგებიანი, კარგად დაწონეთ და შესაძლოა ეს თქვენი ბიზნესი უკავშირდებოდეს თქვენი ცოდნის გაცემას, ანუ აი მაქსიმალურად რაც გაქვთ თქვენ ცოდნა, სიბრძნე, აი ამის გაცემას უკავშირდებოდეს. ახლა ბიზნესი კი ქვია, იმიტომ რომ საქმეა, ხო, ესეც შემოსავალი უნდა მოგიტანოთ ამათ, ხო? ამან, ანუ ისეთ რაღაცას კიდევთ თქვენ ხელს, რომელიც კარგად იცით და კარგად ხართ ამაში გარკვეული და ნამდვილად თქვენი აი ეს ცოდნა, გამოცდილება, სიბრძნე გამოადგება ადამიანებს, ანუ ამაზე გააკეთეთ ორიენტირება. შესაძლოა ფინანსურად თავდაპირველად არ იყოს ეს ისეთი მომგებიანი და დიდი შრომის ჩადება მოგიწიოთ ამაში, მაგრამ ნახეთ ჩვენიერ ვარსკვლავია, ჩვენიერ გამოვლინებად იქცევა თქვენთვის ეს, ანუ როგორც ვარსკვლავი, ასე ჩანხართ ამ საქმეში. რაც ჩანს, რომ ეხლა ჩვენ შეკითხვა დავსვით ღირს თუ არა ამ ბიზნესის წამოწყება, ანუ თქვენი ბიზნესის წამოწყება და საქმის კი ღირს, იმიტომ რომ აქ აუცილებლად გექნებათ ძალიან კარგი შედეგი. შვენიერი შედეგი და ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება სტაბილური, ანუ სისტემატიური, იმიტომ რომ ვარსკვლავი არის ციკლურობის მახასიათებელი ნიშანიც, ხო? ასევე არა მხოლოდ ის, რომ თქვენ აქ გამოვლინდებით კარგად, ეს შესაძლოა, რომ იყოს კიდე განმეორებადი, ანუ ციკლური რაღაცა მომენტი. ესე იგი, თქვენ ისეთ საქმეს შექმნით, რომელიც ერთჯერადი კი არ იქნება, ანუ გამოვლინება ექნება, იტრიალებს და გექნებათ თქვენ აქედან შემოსავალი აი შრომით და ყველაფრით. კი ბატონო, ანუ ეს არის მომენტი, რომ ესე იგი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ
კარიერის ამბავში რაღაცა რასაც აპირებთ თქვენი საქმე აუცილებლად უნდა დაიწყოთ და მოდი ვნახოთ სხვა ვერსიაც კარიერაზე. შესაძლოა ზოგიერთი ადამიანი არ აპირებს თავის საქმის წამოწყებას, მუშაობს საჯარო სამსახურში და იქ აინტერესებს სიტუაცია, როგორ განვითარდება. თუ კი მაგალითად მოდი დავსვათ ახლა ესეთი კითხვა, ვიღაცა შეიძლება დააინტერესდეს და იყოს რაღაცა ცოტა სიტუაცია ისეთი, რომ ელოდებით გააგრძელებთ თუ არა ამ ადგილას მუშაობას და რა იქნება ახალ წელს, მომავალ წელს, თქვათ ამ ამბავში გაგრძელდება თუ არა თქვენი კარიერა, კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც ახლა მუშაობთ. შემოთავაზებთ თუ არა ახალ ხელშეკრულებას და ასე შემდეგ, ხო? აი ნახოთ, როგორ გაგრძელდება, დარჩებით თუ არა თქვენ ამ სამსახურში. დარჩებით თუ არა თქვენ ამ სამსახურში და მე გავაკეთებ როგორ გაგრძელდება. კი დარჩებით თქვენ ამ სამსახურში, კი თქვენი ისე დაახლოებით იგივე თქვენი შემართება და თქვენი გამოცდილება და ცოდნა ჭირდებათ ამ სამსახურში და რჩებით ისე კოლექტივში ხართ ხედავთ და აქ არის მომენტი, რომ თქვენი აი ეს თქვენ ხართ ძალიან აქტიური სამსახურში, შეიძლება ამ ეტაპზე ჩანდეს ისე, რომ აი თითქოს უნდათ, რომ თქვენ წახვიდეთ ან რაღაცა ფიქრობთ, რომ თქვენ ახლა აქ ამ სამსახურში აქ სამსახურზე მაქვს კონკრეტულად საუბარი, სადღაც მუშაობთ თქვენ და აქ ფიქრობთ, რომ იქნებით თუ არა ისე აქ მომავალ წელს, ხო? იქნებით, იმიტომ რომ თქვენი გამოცდილება, გონება, ყველაფერი ჭირდებათ და ის, რაც თქვენ შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, რასაც აქ აკეთებდით მანამდეც, მაგრამ შეიძლება რაღაცა ეტაპი დადგა ისეთი, რომ ან შეიცვალა სიტუაცია, შეიცვალა ხელმძღვანელობა და გაქვთ ეჭვი, რომ აი თქვა დამტოვებენ მე თუ არა, დაგტოვებენ მეგობრები, იქნებით აქ, იმიტომ რომ თქვენ საჭირო ადამიანი ხართ. მომავალ წელსაც თქვენ აქ იქნებით. ვერ ვიტყვი, რომ ეხლა თქვენ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, ეს სამსახური, მაგრამ უფრო მეტი გჭირდებათ. შეიძლება ფიქრობთ ეხლა, რომ გამიზდიან თუ არა მე ხელფასს. რაღაც გარკვეული ინფორმაცია მოვა ამის თაობაზე, მოვა ნამდვილად და თუ კი თქვენ გსურთ, რომ მოგიმატონ ხელფასი და გაგეზარდოთ შემოსავალი, აქ ახლა უკვე როცა დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ აქ ჭირდებით როგორც გამოცდილი კადრი, თქვენ შეგიძლიათ რომ მოითხოვოთ ხელფასის გაზრდა რაღაცა ინფორმაციულ წყაროებზე დაყრდნობით. და ალბათ ამას გააკეთებთ კიდევაც. მოდით ვნახოთ, გაიზრდება თუ არა თქვენი შემოსავალი. სამსახურში გაიზრდება, იქნება აქ კარიერული მომენტი, შეიძლება მთლად კარიერული ზრდა არ იყოს ისეთი უზარმაზარი, მაგრამ გაზრდა თქვენი შემოსავლის, ანუ ხელფასის მომატების მომენტი იქნება. აქ იქნება ამაზე საუბარი და სავარაუდოდ თქვენს უფროსობას მოთხოვთ, რომ იყოს ცოტა გაზრდილი თქვენი ხელფასი და აქ რაღაცა შანსიც მოგეცემათ და გამოიყენეთ ეს შანსი, დაინახეთ მომენტი, როდის შეგიძლიათ რომ თქვათ ამის თაობაზე, რომ აი თქვენ გჭირდებათ ხელფასის გაზრდა, თქვათ და აი ეს როდის უნდა გააკეთოთ, შეარჩიეთ სწორი მომენტი, მეგობრებო, და ეს მოხდება კიდევაც, გაგიზდიან. შეიძლება საერთოდ არაფრის თქმა არ დაგჭირდეთ, უბრალოდ რაღაცა მიიღოთ კიდევაც ახლა პრემიის სახით, რომელსაც თქვათ არ ელოდებით, სხვათა შორის ისეთი იქნება და მიიღებთ ამას. თუმცა ვფიქრობ, რომ აი ეს ვინც ფიქრობს, რომ მომავალ წელს აი ამ სამსახურში დავრჩები და მომიმატებენ ხელფასს და კი ბატონო, ეს ესე იქნება. მშვენიერი კარიერული ზრდაც შეინიშნება სხვათა შორის აქ. ასე რომ ბედნიერად შეხვდით, კარგი ჩანაფიქრებით დღეს 2026 წელს და ნახოთ აბა როგორი არის 2026 წელი ჩვენთვის ყველასთვის ფინანსურ ასპექტში, რას მოგვიტანს ეს წელი ფინანსებში. და მოდით რაღაცა პატარა კონკრეტული შეკითხვა დავსვათ, არა მხოლოდ რას მოგვიტანს, ნუ კაი, პირველი სამეული იყოს რას მოგვიტანს და შემდეგი სამეული იყოს რაღაცა კონკრეტული შეკითხვა, რას მოგვიტანს 2026 წელი ფინანსურ ასპექტში.
იქნება კარგი წელი ჩვენთვის ყველასთვის. გაცნობიერების წელი არის აშკარად. გაცნობიერების წელი არის. მშვენიერი მაღალი არკანები ამოვიდა, სულ ეს ნიშნავს, რომ იქნება საკმაოდ ძლიერი წელი, საკმაოდ კარგი წელი, ბევრი გაცნობიერებით, ბევრი რაღაცის სწავლა მოგვიწევს ყველას იმისთვის, რომ მოვიდეს ჩვენთან ფინანსური ნაკადები. ან შესაძლოა აქ საუბარი იმაზე არის, რომ გავიგებთ, როგორ გავხსნათ ჩვენი ფინანსური ნაკადები, ზუსტად ეს მომენტი მოდის, კი, აი აქ რაღაცა ცოდნასთან არის დაკავშირებული, იცით, აი ინფორმაციას იღებთ თითქოს, როგორ უნდა გახსნათ თქვენი ფინანსური ნაკადები. თითქოს მოდის ეგეთი რამე, რომ უმრავლესობა თქვენგანის, ვინც უყურებს ახლა ამ გაშლას, გაივლის რაღაცა ეტაპს სწავლებისას, შეიძლება თქვენ რამე კურსებზე წახვიდეთ, შეიძლება თქვენ რაღაცა ცოდნა მიიღოთ, რაც თქვენში გახსნის აი ამ ნაკადებს და გახდებით რაღაცა საკმაოდ ესეთი მაღალ პოზიციებზე აგიყვანთ. კი, არის ეს მომენტი და თითქოს არის ეს ინფორმაცია, რომ საჭიროც იქნება თქვენთვის რაღაცა სწავლების გავლა, ინფორმაციის მიღება, რომ მიაღწიოთ ფინანსურ წარმატებას. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ რა სფეროში მოღვაწეობთ. შეიძლება თქვენ გახდეთ თქვენი სილამაზის სალონი და აი ამისი განვითარებისთვის გჭირდებათ ახალი რაღაცეების შესწავლა, შეძენა და დანერგვა თქვენს ბიზნესში. შეიძლება თქვენ ხართ პედაგოგი, აქაც არის, რომ რაღაცას იღრმავებთ და ამის საფუძველზე მოდის. ანუ თქვენ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობთ ახლა ამ წუთას, არის თითქოს ესეთი მომენტი, რომ თქვენ რაღაცას სწავლობთ, რაღაცას იძენთ და ამის შემდეგ უკვე მოდის თქვენთან, ანუ აი ამ ცოდნის მიღების, აი ამ გამოცდილებაც არის, მაგრამ უფრო არის, რომ კონკრეტულად რაღაცა ნაბიჯებს დგათ, ეს არის ახალი შემოდის თქვენთან ინფორმაციის სახით, რაც თქვენს ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. თითქოს აქ მიდის ისიც, რომ აი საზღვრებსაც აწესებთ, აი რა მინდა, როგორ მინდა, იცავთ კიდევაც თქვენს ბიზნესს, თქვენს ტერიტორიას, რაღაცა ინფორმაციის ფლობით კი იქნება ეს. მნიშვნელოვანი წელი არის. მნიშვნელოვანი წელია, თითქოს რაღაცა ეტაპი დასრულდება და ახალი დაიწყება. აქ ისევ და ისევ ინტერნეტ ინფორმაციაც მოდის, რაღაცა ინტერნეტი იქნება. შეიძლება ინტერნეტ სივრცეში იყოს თქვენი გასვლა და ძალიან მეთოჯებს მაღალი არკანებია, ძალიან კარგი ნაყოფიერი წელი იქნება. ვიღაცისთვის იქნება შენაძენის წელი, გაფართოების წელი, თქვენ ბიზნესს აფართოებთ სწორედ აი ამ ცოდნის და გამოცდილებების და რაღაცა ინფორმაციების მიღების შემდგომ ცვლით რაღაცა სიტუაციას, თითქოს ასრულებთ ერთ ეტაპს და მეორე იწყება. თუმცა მინდა ვთქვა, რომ მეთოჯება კიდე მაღალი არკანი, ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება, მეგობრებო, ვინც ნახულობთ ახლა ამას. ყველასთვის ჩვენგანისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წელი, რაღაცა სიტუაციების, ცვლილებების, გაცნობიერების წელი იქნება და ამ გზით კარგი შედეგის მიღება იქნება. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს ეგრევე წლის დასაწყისში არ მოხდება. ცოტა დრო დაჭირდება აი ამას, აი ამ ყველაფერს, ანუ თქვენ რაღაცა ცოდნას იძენთ, გამოცდილებას იძენთ, რაღაცა ინფორმაციას აგროვებთ და ამას იყენებთ თქვენთვის სასიკეთოდ, ცვლით აბსოლუტურად რაღაცა სიტუაციას დახურავთ და ახალი იხსნება. აი ნახეთ, აქ როგორც ბრძენი ისე ხართ, დაფიქრებული ადამიანი და აი სწორედ იმიტომ ვამბობ, რომ ბრძენი გარკვეულწილად არის ადამიანი, რომელიც ცოტა თავის თავში მიდის, დაფიქრდება და აი ცოტა შენელებული ენერგიები არის, ანუ აი ფინანსების კუთხით განვითარებას დრო დაჭირდება, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება. აქ იქნება ასევე სისავსეც, ცოტა იქნება მეგობრებო ისეთი მომენტი, დაფიქრება, სადაც დაგჭირდებათ, რომ არ შეცდეთ რაღაცა გადაწყვეტილებების მიღებაში. შესაძლოა საბუთებთან დაკავშირებული თემების მოგვარება იყოს საჭირო იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ თქვენი
ფინანსური სარგებელი და აი კიდევ ერთხელ ამოვიდა ეს რომ იქნება რაღაცა გარკვეული არჩევანიც და მოდი ვნახოთ აბა ფინანსურზე მაჩვენე კი ბატონო თქვენ რაღაცა გასაღებსაც აღმოაჩენთ იმისთვის რომ მიიღოთ თქვენი ფინანსური სარგებელი. კარგად უნდა დაწონოთ აი ამ სიტუაციების გავლის შემდეგ ისეთი მაღალი არკანები წამოიღო, მნიშვნელოვანი იქნება წლის დასაწყისი განსაკუთრებით. აქ თქვენთან მოდის გარკვეული ინფორმაცია, რომლის გამოყენება არის აუცილებელი თქვენთვის. ამ ინფორმაციის საფუძველზე თქვენ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ბალანსი არის აქ მნიშვნელოვანი, ბალანსის დაცვა. მომენტი არის ისეთი, რომ შეიძლება ვიღაცას მოგიწიოთ, რომ ეხლა რაღაცაში ჩადოთ, რომ მე მიიღოთ, ანუ აი ეს უნდა განსაზღვროთ, ჩადოთ ამაში კიდე თანხები და მიიღოთ ამისგან შედეგი. აბა ვნახოთ მიიღებთ თუ არა ჩადებული თანხებით შედეგებს. ანუ თითქოს ისეთი მომენტია, რომ ამაში ეჭვგებარებათ რაღაცა სიტუაციაში ეჭვგებარებათ, მაგრამ აქ მოახერხებთ თქვენ მოქმედებაში მოახერხებთ თქვენ რომ ძალიან კარგი თითქოს ის აიღოთ რაც გჭირდებათ აი ესეთი რაღაცა მოდის აქ. კი ბატონო. კი აქტიური მოქმედების წელი იქნება და როგორც შედეგი ქმედებების იქნება აი ვის არის ახლა იცით ეს გაშლა ვინც ფიქრობს რომ აი ჩემ ბიზნეს გიჭირდება ახლა თანხა განვითარება ყველაფერი ესეთი მაგრამ ჩავდო ეს ყველაფერი ამ ჩემს ამბავში მომიტანს თუ არა ეს ფინანსურ შედეგებს მოგიტანთ აუცილებლად რა თქმა უნდა გარკვეული გზის გავლა ყველა გმირს უწევს ანუ ყველა ადამიანს ვინც ცხოვრობს და გადადის ახალ ეტაპზე ყველას გჭირდება რაღაცა გზის გავლა რომ მივიდეთ შედეგამდე და ეს შედეგი აუცილებლად დადგება იცით რა თითქოს ხა არ იცით მოვა თუ არა ეს კარგი შედეგი, მაგრამ ძალიან გახარებულიც იქნებით და ნამდვილად ნაყოფიერი იქნება, მიიღებთ კარგ ნაყოფსაც. მიიღებთ კარგ ნაყოფს, კი, მომდევნო წელი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, გარდამტეხი წელი იქნება ფინანსურ ამბავში და ძალიან კარგი შედეგების მქონე წელი გველის, მეგობრებო. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დამდეგ წელს და გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ხვავს და ბარაკას თქვენს, ჩემ თავსაც, ჩემს ახლობლებსაც და ყველას, ვინც ნახავს ამ ვიდეოს, ყველას გისურვებთ გქონდეთ არაჩვეულებრივად კარგი წელი.